გაუმჯობესებული მიჟა ამ სახელწოდების სტატიას უკრაინული გამოცემა ფოკუსი აქვეყნებს. მთავარი რესპონდენტი კი თბილისის მერია და არჩევნებში ნაციონალური მოძრაობის მოსალოდნელ გამარჯვებაზე საუბრობს. გიგი უგულავა ყვება, როგორ გეგმავს სააკაშვილის ხელისუფლების შენარჩუნებას. ჟურნალისტი კატერინა კობერნიკი კი გიგი უგულავას საქართველოს პრეზიდენტის პოსტზე მთავარ პრეტენდენტად მოიხსენიებს და წერს, რომ უგულავა მას უამბო თუ როგორ აპირებს ხელისუფლების შენარჩუნებას მიხეილ სააკაშვილი 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ. კითხვას აპირებს თუ არა 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას უგულავა პასუხობს, რომ ამ თემაზე საუბარი მას მეტისმეტად ნაადრევად მიაჩნია, თუმცა იქვე აღნიშნავს, რომ საკუთარი ისტორიული მისია უკვე შეასრულა, თუნდაც იმით, რომ პირველად ისტორიაში ხალხის მიერ არჩეული თბილისის მერი გახდა. ჟურნალისტი იმისაც იხსენებს, რომ თბილისის მერი ერთ-ერთ ინტერვიუში აცხადებდა, რომ საქართველოს გაუმჯობესებული მიშა სჭირდება და ინტერესდება გულისხმობდა თუ არა ამ სიტყვებში საკუთარ თავს გიგი უგულავა. თუმცა თბილისის მერი ამბობს, რომ მისი ეს ნათქვამი კონტექსტიდან ამოგლიჯეს და არასწორი ინტერპრეტაცია გაუკეთეს. და კიდევ ერთი საკითხი. კითხვაც როგორია გეგმა ბ, რომელსაც მიმართავენ იმ შემთხვევაში თუ ხელისუფლებაში ოპოზიცია მოვა, რეფორმების სხვა მიმართულების წარიმართება და ქვეყანაც სხვა გზით წავა, უგულავა პასუხობს, რომ სწორედ ამიტომ მათთვის მნიშვნელოვანი არა ის, ვინ იქნება პრეზიდენტი, არამედ ის თუ სად იქნება თავად ქვეყანა.